რა მოხდება ეს საქართველოში შეხოჟეთ ახლა შეიძლება იტადება ისეთი მაგრამ აშკაცურად არის დღეს არის ჩემთვის მართლა რაღაც ძალიან ბედნიერი და მიუხედავად იმისა რომ გასახარად არ მაქვს საქმე მაინც სასიხარულო დღეა ჩვენი პატიმრის მშობლები მათი მოვედნენ ყველა ჩვენი აქტივისტები და ისინი მოვიდნენ ჩემი 92 წლის 2 თებერვალს გარდაცვლილი მამუკა ტერიშვილის საფლავზე და პატივი მიაგეს იმსუს მამუკასი რომელიც 92 წელში მე სნაიპერის ტყვით მხედრიონის დროს მომიკლეს მიტინგზე ეხლა მამუკას მეორე ძმაც დაჭერილია ისიც პატიმარია რომელიც ისიც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის რატო დადიოდა მამუკაო რა უნდა გიორგის რომ მიდიოდა ამ მიტინგზე აი ზუსტადაც გიორგი უნდა გასულიყო იმ მიტინგზე რომ გიორგი იცავდა თავისი ძმის სისხლით და იმის სიცოცხლით ფასად მოპოვებულ იმ დამოუკიდებლობას და თავისუფლების დასაცავად და იმ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში უკვე ისევ გიორგიც არის ჩართული აი ესეთნაირად დამთავრდა ჩვენი უბედურება 92 წელს და იმედია რომ გიორგი მაინც მშვიდობით გამოვა იქიდან და კარგად იქნება და მადლობა მინდა გადაუხადო ყველას ვინც დღევანდელი დღე აი მაჩუქეს მე რასაც ქვიან რა ყველას დიდი მადლობა და ღმერთს სიკეთე მისცეს ყველას ღმერთმა და ღმერთმა ქნაც რომ გავიმარჯვოთ და ამ ოცნებას არ ეღირსოს არც გამარჯვება და არც არ მოესწრნენ იმას რომ ამათმა რუსეთში წაიყვანონ საქართველო რა და აი რისთვისაც დაიხოს რისთვისაც მოკვდა ჩემი შვილი და რისთვისაც იბრძვის გიორგი ციხეში აი ეს ამოდენა ბიჭები ჩვენი ეს აი ამათი შვილები აი რისთვისაც იბრძვიან ღმერთმა აი სულ კეთილა და კარგად დაამთავროს ეს ყველაფერი რომ გავიმარჯვოთ იმათ რა